მოგესალმებით შემოკარგებო. დღეს მოვამზადოთ შქმერული არაკლასიკური რეცეპტით. მე ხშირად გამიზიარებია თქვენთვის წყლით მომზადებული კლასიკური, მაგრამ ამ ეტაპზე ოჯახს მოუნდა არაჟნით მომზადებული და მინდა გითხრათ, რომ ასეც ძალიან გემრიელია. მაშასე დავიწყოთ, ვიყენებ ბიუბიუს ნედლ პროდუქციას და ძალიან მომწონს. 1 კილოიანი და 200 გრამიანი ქათამი, წინასწარ კარგად გარეცხვის შემდეგ 1 საათი დავამარინადე პაპრიკაში უცხო სუნელში და ცოტა მარილსა და ზეთში. 1 საათის გასვლის შემდეგ კარგად გახურებულ ღუმელში შევწვი 200 გრადუს ტემპერატურაზე დაბრაწვამდე. შემდეგ გაგრილებული დავჭერი და ახლა გადავედით კერძის მზადების მეორე ეტაპზე. დაახლოებით 10 კბილი ნიორი, კარგად დანაყილი, ცოტა კარაქში მოუშუშე აი ესე ღრმა ტაფაში. ახლა ამას მე დავამატებ უკვე შემწვარ ქათმის ნაჭრებს. ასე როგორ შეშინებს და რა არომატულობა და როგორი სურნელი დგას სახში. ესე ნიორი მოიშუშე ცოტა ხანს ქათამთან ერთად. ძალიან უხდება, მინდა გითხრათ, არაჟანიც. ახლა ამას ვამატებ 400 გრამ არაჟანში გარეულ გემოვნებით მარილი, პილპილი და 400 გრამი ანადუღარ გაგრილებული წყალი. თვალწინ ასე ეს ყველაფერი ეხლა ეს მასა წამოდუღდება და მივიღებთ უგემრიელეს საჭმელს. ფიქრობ შქმერული ყველას გვიყვარს. შეიძლება მისი მომზადება მრავალნაირად, მაიონეზითაც მომიმზადებია, რძითაც მომიმზადებია და ყველა ვარიანტი მომწონს, თუმცა ვიცით ყველამ რაჭული კუთხის ეს უგემრიელესი კერძი არის კლასიკური რეცეპტით მხოლოდ წყლით. მაგრამ ახლა ჩვენ ვეძებთ სიახლეებს კულინარიაში და სხვადასხვა ვარიანტებით ხანდახან გაამართლებს ხოლმე და ეს ვარიანტიც ძალიან ამართლებს. მინდა გითხრათ, აი დაიწყო ჩვენმა კერძმა დუღილი. ისე და ვფიქრობ მოგეწონებათ და მოსინჯავთ. დაგემშვიდობებით, ყველას ვისურვებ ულებთ წარმატებას, სიხარულს, ბევრ ლამაზ დღეებს, გფარავდებ უფალი, ნახვამდის.